ხალხო, მოემზადეთ, რადგან ის რაც ახლა UFC-ს სამკაროში ხდება, ჩვეულებრივ სპორტულ დაპირისპირებას აღარ გავს. ყოველდღე ილია თოფურიასა და რუს, უფრო სწორად დაღესტნელ მებრძოლებს შორის შუღლი სულ უფრო მძაფრდება. მაგრამ ახლა ისლამ მახაჩევმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. მან რუსულ პორტალ შატაიკასთან ინტერვიუში ისეთი რამ თქვა, რაც ილიას გულშემატკივრებს ნამდვილად არ მოგეწონებათ. თუმცა სანამ დეტალებზე გადავალთ, იცით რაც უნდა ქნათ. დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი. მახაჩევი თავის გზავნილში ილიას მიმართ ძალიან მკაფიო იყო. არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ, რომ მას ჩვენს მიმართ რაღაცნაირი სიძულვილი აქვს. ვფიქრობ ამას მოვაგვარებთ, ან ბრძოლამდე, ან ბრძოლის შემდეგ, ან საერთოდ მომავალში. ახლა ის პაუზაზეა თავისი პირადი პრობლემებითაა დაკავებული, მაგრამ დადგება დრო, როცა ოქტაგონზე შევხვდებით და ვნახავთ რა მოხდება. ის რაღაცით უკმაყოფილოა და უნდა გავარკვიოთ რაშია საქმე. როგორც იტყვიან, ჭკვიანი კაცისთვის ნახევარი სიტყვა საკმარისია. მახაჩევი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ილიას თავის აგრესიულ და მტრულ პოზიციაზე პასუხისგება მოუწევს. ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მატადორს რაღაც პირადი შუღლი აქვს ამ დუეტთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ისლამ მახაჩევთან. რატომ? იმიტომ რომ ილიამ ბოლო დროს ზედმეტად გაილესა ენა. მან თქვა, რომ მისი ოცნება მხოლოდ მახაჩევის მოგება კი არა, მისი დაფინიშება, საბმიშენით მოგება არის. წარმოგიდგენიათ, გრეპლინგის მეფესეუბნება რომ დაარხჩობს და ეს კიდევ არაფერი. ილიამ დაამატა, რომ თუ ხაბიბი მის წინააღმდეგ გამოვა, დიდი სიამოვნებით დაადგამს თავს MMA-ის ლეგენდას. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ტრეშ-თოქი ბრძოლის გასაყიდად. ეს არის მძიმე შეურაცხყოფა, რომელიც დაღესტნურ კულტურაში არასოდეს იპატიება. საინტერესოა, როგორ შეიცვალა მახაჩევის ტონი. სანამ ილიამ მხოლოდ მასზე ლაპარაკობდა, ისლამი მშვიდად იყო, იუმორით პასუხობდა. მაგრამ როგორც კი ილიამ ხაბიბი ახსენა, მახაჩევი მომენტალურად შეიცვალა. გახდა უფრო ინციზიური, უფრო მკაცრი. რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხისთვის ხაბიბი წმინდა. თუ ხაბიბს ეხები მთელ მათ გუნდს, მთელ მათ ოჯახს. ბევრი იტყვის, რომ ილია ამას მხოლოდ პიარისთვის აკეთებს, ბრძოლის გასაყიდადო. მაგრამ დამიჯერებთ, როცა ადამიანი ასე ლაპარაკობს, იქ უკვე სპორტული ინტერესი მთავრდება და პირადი მტრობა იწყება. ილია დღეს იმდენად დიდი ვარსკვლავია, რომ საერთოდ არ სჭირდება ასეთი იაფფასიანი თავდასხმები ხაბიბზე, რომ ბრძოლა გაყიდოს. ნებისმიერი მათი ჩხუბი ისედაც რეკორდებს მოხსნის. ეს ნიშნავს, რომ ილიას შიგნიდან რაღაც ღრღნის, რაღაც აწუხებს ამ დაღესტნელების წარმატებაში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ილიამ ეს განცხადებები მაშინ გააკეთა, როცა თავად ითხოვა პაუზა პირადი პრობლემების მოსაგვარებლად. მახაჩევმა ესეც შეახსენა, ის დროს იყენებს თავისი პრობლემების მოსაგვარებლად. ასე რომ მოგვიანებით მოვაგვარებთ ამ საქმეს. ხალხო, ვინც ამბობს, რომ მახაჩევი თოფურიას გაურბის, საერთოდ არ იცნობს ამ სპორტს. მახაჩევი მზადაა 2026 წელს ილიას ოქტაგონზე დახვდეს და ეს პრობლემა საბოლოოდ გადაჭრას. დაღესტნელები პატივისცემას ითხოვენ და როცა მათ ლეგენდას ასე ეხები, პასუხი აუცილებლად იქნება. მაგრამ აი კითხვა თქვენთან, მეგობრებო. თქვენი აზრით ილია მართლა ასეთი თავდაჯერებულია თუ უბრალოდ ენა გაექცა და ხაბიბის ხსენება მისი უდიდესი შეცდომა იყო? დაწერეთ კომენტარებში. გჯერათ თუ არა, რომ ილია მართლა შეძლებს ხაბიბის თავზე ფეხის დადგმას თუ ეს მხოლოდ ინსტაგრამის მეომრის ლაპარაკია. მე მგონია, რომ ილიამ ამჯერად მეტისმეტი მოუვიდა და ამისთვის ძალიან მწარედ გადაიხიდის. თქვენ რას იტყვით? მოდით პირდაპირ ვთქვათ, ილია თოფურიამ ისეთი კარტი გათამაშა, რომლის უკან დაბრუნებაც შეუძლებელია. როდესაც ისლამ მახაჩევი ამბობს, რომ ჩვენ ეს უნდა გავარკვიოთ, ეს სპორტსმენის ენაზე ნიშნავს, რომ საქმე პირად ღირსებაზე გადავიდა. დაღესტნელი მებრძოლებისთვის ხაბიბ ნურმაგომედოვი მხოლოდ მწვრთნელი ან მეგობარი არ არის, ის მათთვის სულიერი ლიდერი და ხელშეუხებელი ავტორიტეტია. ილიამ კი რა ქნა? მან თქვა, რომ ხაბიბს თავს გაუტეხავს და თავზე დაადგამს ფეხს. ეს არის ფრაზა, რომელიც კავკასიაში ჩვეულებრივ ტრეშ-თოკად არასდროს აღიქმება. ისლამმა თავის პასუხში მკაფიოდ დააფიქსირა დაცვითი პოზიცია. ჩემზე რაც გინდა თქვი, მაგრამ ხაბიბს ნუეხები. მახაჩევმა აითვისა დამცველის როლი, რადგან მათ გუნდში ასეთი წესია. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. თუ შენ ერთს ეხები, შენ მთელი მუზარმაზარ მანქანას უპირისპირდები, რომელსაც აბდულმანაპის სკოლა ჰქვია. საინტერესოა ერთი დეტალი. მახაჩევი ილიას პატივისცემით პასუხობს, არ აგინებს, არ გადადის ისტერიკაში. სწორედ ეს არის ყველაზე საშიში. ეს არის ცივსისხლიანი მებრძოლის პოზიცია, რომელმაც უკვე იცის, რას უზამს მეტოქეს ოქტაგონზე. მახაჩევმა უკვე დაადასტურა, რომ მზადაა 2026 წელს ილიას შეხვდეს და თუ ეს ბრძოლა შედგა, ეს იქნება ყველაზე დიდი მედიური მოვლენა MMA-ის ისტორიაში ხაბიბი კონორის შემდეგ. მაგრამ მოდით ტექნიკურად შევხედოთ.
რატომ არის მახაჩევი ილიასთვის ასეთი საშიში? ილია საოცარი ბოქსიორია, მისი დარტყმა მომაკვდინებელია, მაგრამ ისლამი არ არის ვოლკანოვსკი ან ჰოლოუეი. ისლამი არის გიგანტური წნეხი. მისი გრეპლინგი და ჭიდაობა იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ილიას თავისი სავიზიტო ბარათის, ბოქსის გამოყენების საშუალება უბრალოდ არ ექნება. ილია ამბობს, რომ მახაჩევს დაარხჭოვს. ხალხო, მოდით რეალისტები ვიყოთ. ისლამ მახაჩევის დახრჭობა დაახლოებით იგივეა, რაც თევზისთვის წყლის წართმევა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველაზე მეტად რაც მაშფოთებს არის ილიას ზედმეტი თავდაჯერებულობა. კი, ის ჩემპიონია, ის ლეგენდაა, მან დაამტკიცა თავისი ძალა, მაგრამ როცა პერიოდულად თუთიყუშივით ერთსა და იმავეს იმეორებ და შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, რომლებიც ჩუმად არიან, ადრე თუ გვიან ისინიც ამოიღებენ ხმას. მახაჩევის ეს პოზიცია იყო პირველი სერიოზული გაფრთხილება. ილია ახლა თავისი პირადი პრობლემებითაა დაკავებული, როგორც მახაჩევმა აღნიშნა, პაუზა აქვს. შესაძლოა ეს აგრესია სწორედ იმის ბრალია, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე ვერ აქვს და ცდილობს ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. მაგრამ დაღესტნელებთან ომი ეს არ არის ის თამაში, რომელიც ილიას სიმშვიდეს მოუტანს. ეს ბრძოლა 2026 წელს თუ შედგა, იქნება გადარჩენისთვის ბრძოლა. ილია იბრძოლებს თავისი სიტყვების დასამტკიცებლად, მახაჩევი კი თავისი ოჯახისა და ხაბიბის ღირსების დასაცავად. და მერწმუნეთ, გაბრაზებული და შეურაცხყოფილი დაღესტნელი ოქტაგონზე ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე უბრალოდ ტიტულისთვის მებრძოლი ათლეტი. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო? ილია მართლა შეჭამს მახაჩევს, ისე როგორც ამას ინტერვიუებში ამბობს, თუ ისლამი მას ჭერზე ააკრავს და აიძულებს ბოდიში მოიხადოს ხაბიბის შეურაცხყოფისთვის. იქნებ ილია უბრალოდ ზედმეტად გათამამდა და დაავიწყდა, ვინ არიან ეს ხალხი? დაწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრით, არის თუ არა ილია დღეს ისეთ ფორმაში, რომ მახაჩევს რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ზედმეტი თავდაჯერებულობაა?